მრგვალი მაგიდის გარშემო სულ 7 ადამიანი ზის. ამ ადამიანთა შესახებ გამოთქმულია რაღაც წინადადებები და გვაინტერესებს რომელია აუცილებლად ჭეშმარიტი. ნუ ყველა ერთ იგივე ასაკის ან იქნება ან არა. ყოველი ორი სასაკი ერთმანეთისგან განსხვავებულია, ვინ იცის, ხო? იქნება თორლიან. ერთმანეთის მეზობლად მსხდომი რომელიღაც ორი ადამიანის ჯამი, კენტი ან ლუცია ეს საინტერესოა და შვიდივე მათგანის ჯამი შვიდის ჯერადია, ესეც დაუსაფრთხებელი აბსოლუტურად, ხო? რადგან შვიდზე გაყოფის ნიშანი როგორც ასეთი არ გვაქვს, მაინც 7 რიცხვის ჯამი 7 ჯერადიაო, ესეთი რამ არ არსებობს, ხო? აი, გედად ეს შორის ახლა უნდა დავიწყოთ მუშაობა. ესე იგი, მოდი ავიღოთ ახლა ჩვენ კენტი და ლუცი რიცხვების ვარიანტები. აი, მაგალითად 1 2 1 2 და აი, აქ უყურე, ეს იყოს ახლა ჩვენი მეშვიდე ადამიანი, ხო? საინტერესო პერსონაჟი. გასაგებია რომ საუბარია ამათ ასაკზე და აქ ახლა 21 და 51 გვექნება 1 და 2 მსჯელობისთვის 1 და იგივე ეფექტის მქონე, ამიტომ მარტივი რიცხვებით ვიმუშაოთ. პატარა რიცხვებით. ეხლა დააკვირდით. რომელიღაც ორის ჯამი მოდი განვიხილოთ ლუცის შემთხვევა. შეიძლება თუ არა იყოს აუცილებლად ლუცი. აი აქ ჩვენ ახლა 1 პლუს 2 გვაქვს, კენტი 2 პლუს 1, კენტი 1 პლუს 2, კენტი 2 პლუს 1, კენტი 1 პლუს 2, კენტი, ხო? მაგრამ აი აქ ახლა ჩვენ თუ კი მაგალითად დავწერთ კენტ რიცხვს, ანუ 1-ს, აი ამ ორი ადამიანის ჯამი იქნება ლუცი. თუ კი აქ დავწერთ 2-ს, აი აქეთ ორი ადამიანის ჯამი იქნება ლუცი. ესე იგი გამოდის რომ მეშვიდე ადამიანი აი ამ უარესი შემთხვევის დროს ლუცი კენტი ლუცი კენტი ლუცი კენტი რომ წავყვეთ ყველა ვარიანტში მოგცემს რომელიღაც სხვა გვერდზე მჯდომის ასაკთან მიმართებით ჯამს ლუცს. ოკეი? ამიტომ დეპასუხი აუცილებლად ჭეშმარიტი. რაც შეეხება გეპასუხს, გეპასუხი არ არის აუცილებლად ჭეშმარიტი, იმიტომ რომ თეორიულად მე შემიძლია ყველას ასაკი ავიღო ლუცი და ამ შემთხვევაში არ გამოვა ორი ადამიანის ჯამი კენტი. იგივე არგუმენტს თუ ვიტყვით ჩვენ, მაშინ ხომ დეპასუხის კონტექსტში შეიძლება ყველა ადამიანის ჯამი თითოეულის ასაკი ავიღოთ კენტი. კი, მაგრამ ამ დროს ჯამი ლუცი გამოდის, ხო? ანუ დეპასუხის საწინააღმდეგო არგუმენტი არ არსებობს ყველა ვარიანტში, რომელიღაც ორის ნებისმიერი ორი რომ ყოფილიყო, არ იქნებოდა დ აუცილებლად ჭეშმარიტი. აქ წერია რომელიღაც ორი. ანუ ამ 7 ადამიანში ყველა ვარიანტში მოიძებნება ორი ადამიანი, რომელთა ჯამიც არის ლუცი. ამიტომ გამოვა აქ ჩვენი პასუხი D.